მე ესე ვიწყებ მართლა რომ მოვდივარ ჭიქებს ვალაგებ. ქალაქში არ იყო მსგავსი სივრცე, ანუ თავისუფალი სივრცე, სადაც შეიძლება შეიკრიბონ მაგალითად თანამოაზრეები. ყველა თაობის ჩვენ ძირითადად აქცენტი კი გვაქვს ახალგაზრდებზე, მაგრამ რატომღაც ეს ადგილი გახდა თავისუფალი ადამიანების მიზიდულობის ცენტრი და ყველა თაობის ადამიანები დადიან ხოლმე, უფრო მეტად რა თქმა უნდა ახალგაზრდები საყვარელი ადგილია. ვეძახით თავისუფლების კუნძულს, იმიტომ რომ ამ პერიოდში ზუსტად ის იდეა განხორციელდა, რაც თავიდან ჩავდეთ, რომ ეს ყოფილიყო განსხვავებული მოსაზრების ადამიანების, ვისაც თვითგამოხატვის თავისუფლება ექნებოდა და სადღაც ექნებოდა ესეთი ადგილი, სადაც ამას შეძლებდა. ამ ძველ შენობას, რომელიც არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, შევძინეთ ახალი სიცოცხლე და ეს არის ერთადერთი სივრცე ქალაქში, სადაც შესაძლებელია მოკლედ შეხვედრები თანამოაზრეებს შორის შეიძლება დაისვენო, გაერთო, ჭამო და ანუ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებას დაესწრო, შენ თვითონაც დაგეგმო რაღაც პროექტებს, თვითონაც გეგმავენ ხოლმე, გვთავაზებენ ხოლმე. საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიებები ტარდება, ანუ ტრენინგები, ვორქშოპები. მე ვარ 16 წლის და კაფე ლიმენამ მე მოცემ საშუალება რომ დამეერსებინა ჩემი ორი ორგანიზაცია, გამოვითარებინა ისინი, ესენია დებატების კლუბი და ფოთის ახალი ამბები, Stories from Poti. ლიმენა ჩემთვის მეორე სახლივით არის. სამსახურის მერე მეგობრები ძირითადად ყოველთვის აქ მოვდივართ თავისუფალი დროის გასატარებლად. ვერთობით, ფილმებს ვუყურებთ, დისკუსიებში ვერთვებით. ძალიან ბევრი საგანმანათლებლო პროექტი ეწყობა ლიმენაში, მწერლები ჩამოყავთ, სამხატვრო აკადემიის გამოფენებიც ეწყობა. ძალიან ბევრი საინტერესო ტრენინგია და ეს სივრცე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლიმენა არის არაფორმალური განათლების მიღების ძალიან კარგი საშუალება და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა შემოვერთდეს. აი ადამიანები ჩვენთან დადიან და მიიღებენ გარკვეულ ცოდნებს, უნარებს, გააქტიურდებიან და გახდებიან კარგი მოქალაქეები ჩვენი აზრით და ერთად მოვიტანთ რაღაც ცვლილებებს, რაღაც კი არა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ძალიან ჭირდება ამ ქალაქს.